მოდით გულწრფელად ვთქვათ. საქართველოში ბევრი ძლიერი ბიჭი გყავს, მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ილიას დარტყმის შემდეგ ხალხი ისე ვარდება, თითქოს დენი გამოურთესო. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გენეტიკური ღონეა. კაით რა ხალხო, რა გენეტიკა? აიღეთ ვოლკანოვსკი ან თუნდაც ჰოლოვეი. ისინი არანაკლებ ვარჯიშობენ. საქმე სხვა რამეშია. ილია თოფური არის იდეალური ობიექტი მეცნიერული ანალიზისთვის. ის არ გამოირჩევა გიგანტური ზომებით, არ აქვს 2 მეტრიანი ხელები, მაგრამ აქვს ის, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბიომექანიკური ეფექტურობა. როცა მის ნოკაუტებს ვუყურებ, ვერ ნახავთ ქუჩურ, გაფანტულ დარტყმებს, არანაირი ზედმეტი ქნება. ყველაფერი არის მოკლე, სუფთა და საზიზღრად ზუსტი. სპორტის მეცნიერება გვეუბნება, რომ სწორედ ასეთი დარტყმებია ნამდვილი ნოკაუტის გარანტი. აქ შემოდის ერთი საინტერესო ტერმინი – ეფექტური მასა. აი დაფიქრდით, რატომ არ სჭირდება ილიას იყოს 100 კილოგრამი, რომ ადამიანი გათიშოს. ბოლო დროს Journal Applied Science-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ხსნის, რომ თავარი არა ის თუ რამდენს იწონი შენ, არამედ ის თუ შენი სხეულის რა ნაწილი შედის დარტყმაში. თქვენი აზრით, დარტყმა მხოლოდ ხელის კუნთია? არა, მეგობრება. კვლევა მაჩვენა, რომ რაც უფრო მეტი სხეულის მასაა კოორდინირებული ხელთან შეხების მომენტში, მით უფრო დამანგრეველია ძალა. ხელი მხოლოდ ძალის მცირე ნაწილს ატარებს. ტექნიკურად კოორდინირებული დარტყმა ყოველთვის აჯობებს უბრალო კუნთურ ძალას. ილიას საიდუმლოც ესაა. მას აქვს უზარმაზარი ეფექტური მასა ძალიან მოკლე მანძილზე. დააკვირდით ილიას მოძრაობას. ის არასოდეს უმტყამს მხოლოდ ხელით. მისი თავი, ტორსი და თეძოები ერთი მთლიანი სისტემასავით მოძრაობს. ეს არის ფოლადის მექანიზმი. მეცნიერება კი აქ ცალსახაა. დარტყმის ძალა იწყება იატაკიდან, მიწიდან. ალბათ გინახავთ, როგორ დგას ილია ოქტაგონზე. დაბალი ბაზა, მუდმივი ბალანსი და ფეხები, რომლებიც თითქოს მიწაშია ჩაჭედილი. კვლევამ B ჯენერში დაამტკიცა, რომ მიწის საპასუხო რეაქცია არის მთავარი გასაღები. ილია დარტყმამდე მილიწამით ადრე მთელი ძალით აწვება იატაკს. იატაკი კი მას ამ ენერგიას უკან უბრუნებს. თუ მიწას კარგად არ აწვევი, შენი დარტყმა მკვდარია, სანამ დაიწყებოდეს. თოფურია კი ამ ენერგიის ოპტიმიზაციის დიდოსტატია. ის არ კარგავს ენერგიას ზედმეტ ხტუნვაში ან ბალანსის დაკარგვაში. ამიტომაც, როცა მისი მუშტი მეტოქის ნიკან მსხვდება, იქ მიდის 100% იმ ენერგიის, რაც მან მიწიდან აიღო. ბევრს გონია, რომ არ მან წარუკიანიან სხვა მებრძოლები მას აჯობებენ ფიზიკურ ჭიდაობაში. მაგრამ მოდით რეალობას ვშეხედოთ. ილიას დარტყმა არ არის უბრალოდ დარტყმა. ეს არის ფიზიკის კანონების აღსრულება. გახსოვთ ის მომენტი, როცა მან ჰოლოვეი დააგდო? არავის მანამდე მაქსი არ გაუთიშავს. არავის, იმიტომ რომ ილიამ იმ ღამის ისტორია კი არ დაწერა, მან ბიომექანიკური განაჩენი გამოიტანა. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ეს მხოლოდ დასწყისია. ის, რაზეც მეორე ნაწილში გეტყვით სიჩქარისა და ტაიმინგის შესახებ, ადიხსნით, რატომ ვერ ხედავენ მეტოქეები მის დარტყმას, მანამ სანამ ექიმები თავს არ დაადგებიან. მოდით ბიომექანიკას თავი დავანებოთ და გადავიდეთ ნამდვილ ჯადოქრობაზე, ტაიმინგზე. ბევრს გონია, რომ რაც უფრო სწრაფად ამოძრავებ ხელს, მით უკეთესია. მეცნიერება კი ამბობს, არა ძმაყო, ცდები. მაღალ ტექნოლოგიური კამერებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დარტყმას აქვს 3 ფაზა. ყველაზე მთავარი აღმოჩენა იცით რა არის? ყველაზე ეფექტური დარტყმების დროს მაქსიმალური აჩქარება ხდება არა დარტყმის დასაწყისში, არანედ შეხების წამში. თუ შენი მაქსიმალური სისწრაფე მუშტმა მიზნამდე მიღწევამდე განავითარა, ენერგია იკარგება. ილია თოფურია კი ამას ინსტინქტურად აკეთებს. მისი მუშტი პიკურ სიჩქარეს აღწევს ზუსტად იმ მილიწამში, როცა მეტოქეს ნიკაპს ეხება. დააკვირდით ილიას ხუკებს. ის არ ტენის დარტყმას, არ მიაქვს ხელი უკან, არ აძლევს მეტოქეს ნიშანს. აჰა, ახლა უნდა დაგარტყაო. მისი დარტყმები ნეიტრალური პოზიციიდან გამოდის. მოკლე ტრაექტორია ნიშნავს იმას, რომ რეაქციისთვის დრო არ რჩება. რაც უფრო მოკლეა გზა, მით უფრო ადვილია ტაიმინგის კონტროლი. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე ბნელ ნაწილზე, ნეირომეცნიერებაზე. რატომ ვარდებიან ილიას მეტოქეები ისე, თითქოს სული ამოხდათო? აქ საქმე გვაქვს თავის ქალის შიგნით არსებულ პროცესებთან. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თავის როტაციული, წრიული აჩქარება ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე პირდაპირი დარტყმა. როცა ილია ურტყამს, მისი დარტყმები თითქმის ყოველთვის გვერდული და სუფთაა. ეს დარტყმა აიძულებს მეტოქის თავს სწრაფად შემოbrunდეს. ამ დროს ტვინი თავის ქალის შიგნით განიცდის ეგრეთ წოდებულ კუთხურ აჩქარებას. ეს იწვევს ნეიროლოგიურ წყვეტას. ტვინი უბრალოდ ითიშება, რომ გადარჩეს. ეს არ არის უბრალოდ ტკივილი, ეს არის ფიზიკური ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი როტაციული დარტყმები აჭარბებს იმ ბიომექანიკურ ზღვარს, რომლის გაძლებაც ადამიანს შეუძლია. ილია არ უბრალოდ გირტყამს, ის შენს ნერვულ სისტემას ჰაკავს.
და კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც ბევრს გამორჩა, კორპუსი. ელექტრომიოგრაფია მაჩვენა, რომ დარტყმის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთები არის დუნდულები და მუცლის პრესი. ხელი მხოლოდ გადამცემია. ილიას აქვს საოცრად ნავარჯიშების სხეულის ცენტრი. მისი ძალა იბადება ფეხებში, გადის კორში და მხოლოდ ბოლოს გამოიფრქვევა მუშტიდან. ბევრი მებრძოლი ურტყამს ძლიერად, მაგრამ ცოტა ურტყამს სუფთად. ილია არ ხარჯავს ზედმეტ ენერგიას. ის არ არის გენეტიკური სასწაული. ის არის თანამედროვე მეცნიერების ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს იდეალური ბიომექანიკა. მაგრამ იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ის, რასაც მესამე ნაწილში მოგიყვებით. იქ ვნახავთ, როგორ იყენებს ილია თავის ჭიდაობის ბაზას სტრაიკინგის გასაძლიერებლად და რატომ არის ის მენტალურად სხვა დონეზე. თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკაა, მესამე ნაწილი შოკში ჩაგაგდებთ. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ილია თოფურია არ არის უბრალოდ მოკრივე. ის არის ელიტური მოჭიდავე და გრეპლერი. და იცით რა არის აქ მთავარი ბიომექანიკური ხაზი? ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭიდაობის ასეთი ბაზა, ფლობენ სხეულის კონტროლის სრულიად სხვა დონეს. მეცნიერულად დადგენილია, რომ მებრძოლები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ბირთვი, core და ბალანსის შეგრძნება, ენერგიას დარტყმაში ბევრად უფრო ეფექტურად გადასცემენ. ილიას შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იდეალურ კინეტიკურ ჯაჭვს. ეს არის პროცესი, როცა ენერგია ფეხებიდან იწყება, გადის თეძოებში, ტრიალდება წელში და ხელის მეშვეობით ფეთქდება სამიზნეზე. ბევრს ხელი ურბის, ბევრი ძალას კარგავს მოძრაობისას, მაგრამ არა ილია. მისი სხეული მუშაობს როგორც ერთიანი, მონოლითური სისტემა. ახლა კი დაფიქრდით, რატომ არის თოფურიას დარტყმა ასეთი ზუსტი? აქ საქმე გვაქვს ელიტურ მოტორულ კონტროლთან. ბევრი მებრძოლი პანიკაში ვარდება, როცა დარტყმების გაცვლა იწყება. ილია კი ამ დროს ყველაზე მშვიდია. ის არ აფრქვევს დარტყმებს ხაერში. ყოველი მისი მოძრაობა არის ეკონომიური. მეცნიერება ამბობს, რომ რაც უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ზედმეტ მოძრაობებში, მით უფრო მეტი რესურსი გაქვს გადამწყვეტი, ნეიროლოგიური დარტყმისთვის. თქვენ ალბათ გინახავთ სხვა მებრძოლები, მაგალითად იგივე არმან წარუკიანი, რომელიც ხშირად ქაოტურ მოძრაობებს აკეთებს, რომ ძალა აჩვენოს. ილიასთან ეს არ მუშაობს. ის არ ცდილობს ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ის უბრალოდ ასრულებს ფიზიკურ ფორმულას. როცა ილია კუნთს ჭიმავს, ეს ხდება მხოლოდ შეხების წამში. მანამდე მისი სხეული დუნია, რაც დარტყმას კიდევ უფრო მოულოდნელს და სწრაფს ხდის. და აი მთავარი საიდუმლო. ილია თოფურია არის ფიზიკა, რომელიც გამოყენებულია ნერვული სისტემის წინააღმდეგ. ის არ ეძებს მხოლოდ ძლიერ დარტყმას, ის ეძებს სუფთა დარტყმას. და როგორც უკვე ვთქვით, სუფთა დარტყმა ნიშნავს ტვინის გათიშვას მინიმალური დანახარჯით. საბოლოო ჯამში, ილია თოფურია არ არის უბრალოდ ჩემპიონი. ის არის ახალი ერის სიმბოლო MMA-ში. ერისა, სადაც მეცნიერება, სიზუსტე და ქართული ხასიათი ერთიანდება. ის არ არის ყველაზე დიდი ბიჭი დივიზიონში, მაგრამ ის არის ყველაზე ეფექტური. და როცა ეფექტურობა ხვდება მეტოქის ნიკანაფს, სინათლე ქვრება. ასე რომ, შემდეგში როცა ილიას ოქტაგონზე დაინახავთ, ნუ შეხედავთ მას როგორც უბრალოდ სპორტსმენს. შეხედეთ მას როგორც ქირურგს, რომელიც მილიმეტრული სიზუსტით ასრულებს თავის საქმეს. და ვინც უნდა დაუდგეს წინ, იქნება ეს წარუკიანი, მახაჩევი თუ ნებისმიერი სხვა, მათ მოუწევთ ბრძოლა არა ადამიანთან, არამედ ბიომექანიკურ იდეალთან. ილია თოფურია არის მატადორი, რომელმაც იცის, რომ ხარი ყოველთვის ვარდება, თუ მას სწორ წერტილში დაარტყამ. და ეს წერტილი ილია ზეპირად იცის. თუ გგონიათ, რომ დანა უაითი ისევ ის უშიშარი ტიპია, რომელიც სპორტს მართავს, ძალიან ცდებით. ამ პრესკონფერენციამ დაამტკიცა, რომ UFC-ს პრეზიდენტი პანიკაშია. ის, რასაც მე ამ ვიდეოს შუა ნაწილში გაჩვენებთ, საერთოდ ამოგიყირავებთ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ იგეგმება ყალბი ჩემპიონობა. თუ ახლავე გამორთავთ, თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რატომ არის არმან წარუკიანი დღეს ყველაზე საშიში ადამიანი დანა უაითისთვის და რატომ ცდილობენ მის ჩარეცხვას. ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს არის დიდი აფერა, რომელიც დღეს თქვენს თვალწინ გაშიშულდება. ხალხო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს პრესკონფერენცია იყო ნამდვილი კატასტროფა დანასთვის. გინახავთ კაცის სახე, რომელიც ხვდება, რომ მისი ყველა ტყუილი წყალზე ტივტივებს. აი, ზუსტად ეგეთი იყო დანა. ტიპი იჯდა სკამზე და ისე იოფლებოდა, თითქოს თვითონ უნდა ეჩხუბა არმანთან. საერთოდ რა ხდება ამ ორგანიზაციაში? მედიამ დანა კუთხეში მიიმწყდია. ყოველი მეორე კითხვა არმან წარუკიანს ეხებოდა და დააკვირდით დანას რეაქციას, ტიპი უბრალოდ ბაბინგ ვივინგს აკეთებდა, როგორც მოკრივე რინგზე. არც ერთ კითხვას ხალხიდან მან პასუხი არ გასცა. 0, 0. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ როცა რეიტინგებზე ჰკითხეს, დანამ პირდაპირ თქვა,
ფეხებზე მკიდია რეიტინგებიო. წარმოგიდგენიათ? სპორტულ ორგანიზაციას მართავს კაცი, რომელიც ამბობს, რომ ვინც იმსახურებს, იმას კი არ მისცემს შანსს, არამედ იმას, ვინც მეტ ფულს მოუტანს. და აი აქ შემოდის ჩვენი არმანი. არმანი ახლა თავის ცხოვრების საუკეთესო ფორმაშია. ტიპი მსოფლიოს უდიდეს იუთუბერებთან და სტრიმერებთან თანამშრომლობს. მისი პოპულარობა ცას წვდება. დანას კი ამის აღიალება არ უნდა. როცა ჰკითხეს, ნახე არმანის მედიატური, ყველაზე რეიტინგული რამეა ახლაო. დანამ დაიწყო სულელური სახით თავის ქნება. არა, არ მინახავს, არ ვიციო. კაი რა, დანა, ვისატყუებ? თელმა პლანეტამ ნახა და შენ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა არ იცი? ეს იმიტომ ხდება, რომ არმანის მენეჯმენტი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. მათ დანას ერთადერთი კოზირი წაართვეს. არმანი პოპულარული არაო. ახლა არმანი ნომერ პირველი პრეტენდენტიცაა და პოპულარულიც. ხო და დანა ახლა პანიკაშია, რადგან მისი საყვარელი პატი პიმბლეტი, რომელიც მაღალ ხუსლებზე შემდგარი ცდილობს ვარსკვლავობას, არმანთან შეხვედრის შემთხვევაში უბრალოდ გაქრება. დანა უაითი დღეს არის კაცი, რომელიც ფასადურა კომპანიას მართავს. ის იგნორირებას უკეთებს სპორტულ პრინციპებს, რადგან ეშინია, რომ ნამდვილი მებრძოლები, როგორიცაა არმანი, მის ოქროს ბიჭუნებს სახეს აახევენ. და იცით რა არის ყველაზე სამარცხვინო? ის როგორ ექცევა დანა თავის ლეგენდებს, ოღონდ არმანი ჩრდილში დატოვოს. მაგრამ სიმართლეს ვერ დამალავ დანა, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ. მეგობრებო, მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ჯასტინ გაიჩი, კაცი, რომელიც ოქტაგონზე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის, პრესკონფერენციაზე იჯდა ისე, თითქოს ვიღაცას იარაღი ჰქონდა მისთვის მიბჯენილი. ყველა მიცით კონტექსტი. გაიჩიმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ამ ბრძოლისთვის ერთ თეთრსაც არ უმატებენ. დანა კი გამოვიდა და დაიწყო ზღაპრები. ჩვენ მეტი შევთავაზეთ, მან არ გვიპასუხაო. და აი პრესკონფერენცია. ჟურნალისტი ეკითხება გაიჩის ფულზე და ჯასტინი, რომელიც ყოველთვის პირდაპირ იყო, უცებ ამბობს, მე აქ მხოლოდ ჩხუბზე სასაუბროდ მოვედიო. ხალხო, დააკვირდით დანას სახეს ამ დროს. ისეთი კმაყოფილი იჯდა, თითქოს კულისებში გაიჩისთვის უკვე ეთქვას, ჯასტინ შვილო, თუ კიდევ ერთხელ ახსენებ ფულს ან არმანის უპირატესობას, UFC-ს გარდა მხოლოდ სოფლის ბაზრობაზე იჩხუბებო. დანამ გაიჩი უბრალოდ გატეხა, რადგან მას ჭირდება ჯარისკაცი, რომელიც არ იყვირებს, რომ არმანი ამ ტიტულს ბევრად მეტად იმსახულებდა. და ამ დროს გვერდზე გვიზის პატი პიმბლეტი. ბიჭო, ტიპი გამოვიდა მაღალ ხუსლიანი ფეხსაცმლით, პოზა გაასწორა და ჰგონია, რომ ამით ვინმეს ატყუებს. მისი თავდაჯერებულობა არის 100%-ით ფეიკი. პატიმ დაიწყო ლაპარაკი, რომ არმანი მას აკოპირებს. საჭმლის ჭამას მემპარავსო, ამბობს პატი. სერიოზულად, 2026 წელს საჭმლის ჭამაზე საავტორო უფლებებს იბრალებ? სინამდვილეში პატის და დანას ერთი რამ აერთიანებთ. არმანის შიში. არმანი მთელი ცხოვრებაა ფუფუნებაშია. მამამისის ფულებსაც გემოვნებით ხარჯავს და თან ვარჯიშობს ისე როგორც ცხოველი. არმანმა იცის თავისი ფასი. პატიმ კი იცის, რომ ის მხოლოდ პროექტია. დანას პროექტი. იცით რატომ არ მისცეს არმანს შანსი? იმიტომ რომ არმანი პატის საუზმეზე შეჭამდა. მერე კი ილია თოფურიასთან ბრძოლაში დანას ყველა მარკეტინგულ გეგმას დაუნგრევდა. დანა უაითი არის საშინელი ბიზნესმენი, იმ გაგებით, რომ მან სპორტი ბიზნეს ცირკად აქცია. ის უყურებს გაიჩის და ფიქრობს, ეს ტიპი იაფია, პატი კი ფულს მიტანს, არმანი კი ზედმეტად სახიფათოა ჩემი ჯიბისთვისო. ეს არის UFC-ს დღევანდელი სახე. გაჩუმებული ლეგენდები და დანას მასხარები, რომლებიც ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ რეიტინგებს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ სულელები. ჩვენ ვხედავთ, როგორ კანკალებს დანა, როცა ხვდება, რომ ხალხი არმანის ითხოვს. ხალხო, სიმართლე ისაა, რომ დანას გეგმა პატი პიმბლეტი ილია თოფურიას მიუღდოს მილიარდების საშოვნელად, სწორედ ახლა იფშნება. მიუხედავად იმისა, რომ კულისებში გაიჩის დაემუქრნენ, პრესკონფერენციის ბოლოს ჯასტინში მხეცი მაინც გაიღვიძა. დააკვირდით მის ხმას, როცა პატის მიმართა, ამ ინგლისელ ნაბიჯვარს შაბათს ძაღლივით გავასეირნებო. ეს არ იყო უბრალოდ ტრეშ-თოქი. ეს იყო კაცის ყვირილი, რომელიც დაიღალა დანას მაიმუნობებით. პატი კი ზის და იცინის. რაზე იცინის შესაძოდავო? იმაზე, რომ რეიტინგში 7 საფეხურით ისე აგიყვანეს, რომ ნამდვილი მებრძოლი თვალით არ გინახავს. ყველამ ვიცით, რატომ არ მოგცეს არმან წარუკიანი. იმიტომ რომ არმანი შენს ჰაიპს პირველივე რაუნდში დაასამარებდა. არმანმა გადაუარა ჩარლს ოლივეირას, რომელმაც გაიჩი დაახრჩო. ლოგიკა ხომ მარტივია, მაგრამ დანას ლოგიკა სხვაა. მას აწყობს გაიჩი, რადგან მგონია, რომ გაიჩი დაბერდა და პატის შანსი ექნება. დანა უაითი არის საშინელი ბიზნესმენი, რადგან ის საკუთარ ფანებს ეუბნება, თუ არ მოგწონთ ჩემი გადაწყვეტილებები, ნუ უყურებთო. აი, 100 აფასებს ის ჩვენს ერთგულებას.
მას გონია, რომ ჩვენ ბრიყვები ვართ და ვერ ხვდებით, რატომ ჩააჩოჩეს არმანი გვერდზე. არმანის მედიატური, მისი პოპულარობა და რეალური ძალა დანასთვის საფრთხეა. მას უნდა მორჩილი ჩემპიონები, რომლებიც პიარზე მუშაობენ და არა ისეთები, ვინც სიმართლეს პირში ეუბნება. მაგრამ იცით რა არის ყველაზე მაგარი? ჩვენ მაინც ვუყურებთ. ამას ქვია hate watching, ყურება სიძულვილით. ჩვენ ვუყურებთ შაბათს არა იმიტომ, რომ პატის გულშემატკივრები ვართ, არამედ იმიტომ, რომ გვინდა ვნახოთ, როგორ ჩაუფლავდება დანას ეს ბინძური თამაში. გაიჩიმ პრესკონფერენციაზე პატი უბრალოდ მოხარშა. ყოველი მისი სიტყვა იყო ფაქტი. გაიჩი სულით და გულით აპირებს ამ ინგლისელი პროექტის განადგურებას. და ბოლოს მინდა გითხრათ, დანა ვაიტის ერა სრულდება. ხალხი დაიღალა იმით, რომ რეიტინგებს ფასი არა აქვს. ჩვენ გვინდა ვნახოთ საუკეთესოს წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვნახოთ ილია თოფურია არმან წარუკიანის წინააღმდეგ და არა ვიღაც პატისთან, რომელიც ხუსლებზე დგას, რომ სიმაღლეში გამოჩნდეს. შაბათ ღამით, როცა გაიჩი ოქტაგონზე შევა, ის იბრძოლებს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ყველა იმ მებრძოლისთვის, ვინც დანამ უსამართლოდ დაჩაგრა. და როცა პატის ჰაიპი გასკდება, დანა კუთხეში დარჩება თავისი ტყუილებით. დაწერეთ კომენტარებში, ვის მხარე ხართ. თქვენს გინდათ, რომ გაიჩიმ დანას გეგმები თავზე დაამხოს? გამოიწერეთ არხი, რადგან შაბათს ერთად ვნახავთ, როგორ სრულდება დიდი აფერა. არმანი მაინც მოვა და თავისას აიღებს. გინდოდეს ეს შენ დანა თუ არა?